რატომ იქცევიან ადამიანები ხანდახან პირუტყვებივით, როდესაც ივიწყებენ, რომ თვითონაც შეუძლიათ ფიქრი. წლების მანძილზე ბრმად მიხვებიან ერთ გზას, საძოვრიდან სადგომამდე. იქნებ იმიტომ, რომ ეს გზა წინაპრების გაკვალული იყო, ხოდა მიხვებოდნენ. მაშინაც ამოდიოდაო, ზედამთვარე. ხოდა თითქოს აზრი არ ჰქონდა რაიმეს ცვლილებას. როდესაც ახალგაზრდები წარსულის მიმართ ბრმად იმეორებენ ვინმეს მოსაზრებას, რომ ძველი დრო უკეთესი იყო და ამიტომ გამართლებულია უკან დაბრუნება და ყველაფრის ისე მოწყობა, როგორც ეს იყო მაშინ, ეს ჩიხია. ესე იგი, გზა არსაით. და თუნდაც ვინმე ძალიან მოინდომოს, შეძლებს კი ყველაფრის ისე მოწყობას, როგორც ეს იყო ძველად. იქნება კი ოდესმე ისეთი მომავალი, როგორიც ძველად იყო. ეს კი არის უგზოობის ფილოსოფია. მაგრამ ნუ თუ ძველად არ იყო შეცდომები, ნუ თუ არ იყვნენ მათ შორის სულელები, ნუ თუ არ იყვნენ მათ შორის მშიშრები ან მოღალატეები. დიახ, იყვნენ. ყოველი ახალი თაობა ვალდებულია გადახედოს წარსულს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ის, რაც წინა თაობებმა შექმნეს ან მიაღწიეს. რაში ცდებოდნენ ისინი და რატომ? ნუ უარყოფთ ყველაფერს და ნუ დაამცირებთ იმას, რაც მათ შექმნეს, ან როგორ ცხოვრობდნენ, არამედ განასხვავეთ და გაცერით ხორბალი ბზისაგან, გამოაცალკევეთ არასასურველი რეალური წარმოსახვითისგან. თვითოეულმა თაობამ უნდა ააშენოს საკუთარი სამყარო, მაგრამ შეძლოს იმისი ამოცნობა, თუ რა იყო წარსულში კარგი ან ცუდი, რათა იცოდეს რა იყოს იმ ეპოქიდან. სამყარო აღარასდროს იქნება ისეთივე, როგორც წარსულში. ახალი მოგზაურობა მოითხოვს ძველ გამოცდილებას, მაგრამ ახალ პერსპექტივას და ახალ გზას. ხოდა დავფიქრდეთ, თუ ბოლო თითქმის 40 წელმა მოგვიტანა მხოლოდ ქვეყნის ნგრევა, საზოგადოების გახლიჩა, გაღარიბება და ფენებად დანაწევრება, მაშინ აქვს კი აზრი იმავე გზით სიარულს, რომელიც საძოვრისა და სადგომის ფილოსოფიას ვერ გასცდება. განაუკეთ არ მოვაწყვეთ ჩვენი ქვეყანა, როცა საკუთარი ჭკუითა და გამჭრიახი გონებით ცხოვრობდით. მე არ მოგიწოდებთ წარსულში დაბრუნებას. აიღეთ იმ გამოცდილებიდან საუკეთესო და ააშენეთ ახალი, არა ვინმეს ჯიბრით, არამედ საკუთარი მომავლის მოსაწყობად. მაგრამ ამისთვის მოგიწევთ მენტალურად ხეიბარი ადამიანების გვერდზე გაწევა და ბოლო 40 წლის მანძილზე გავლილი გზის გულახდილი გადაფასება. კარგად მენახეთ და გეშენებინოთ უკეთესი მომავალი.